მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მე ვარ გიო სპეშალ გეიმერი, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ღამე რესტორანში გადარჩენა მეოთხე ეპიზოდით მეგობრებო. სანამ დავიწყებთ და შეგახსენებთ დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილა კი რომ არ გამოტოვოთ ასეთი საინტერესო ვიდეოები, რაც დაიდება. ავიყვანოთ მეგობრებო ეს ვიდეო 400 ლაიქზე, ავიდეთ 30000 გამომწერზე, გამოვიწეროთ არხი დიდი თხოვნაა. ეხა კი დავიწყოთ. ეს რა მდგომარეობაში ვარ? შავი მონსტრის გამო რთული ღამე გადავატარე. ერთი სიტყვით გადავრჩი, მთავარი ეგ არის და ერთ სიტყვით მთავარია ხობეები ისევ მაქვს, 6 წელი მე მაქვს, რომ დაამტრია ავიღე შავმა მონსტრმა. ასევე ესენიც მაქვს ყველაფერი, ფანჯარის გარდა და ფანჯარასაც ვიყიდი და ხო, სკამებიც მაქვს ისე ჩვეულებრივ. და ავიღე ერთ სიტყვით ყველაფერი რაც დაამტრია, მხოლოდ ფანჯარა ვერ ავიღე, რადგან გაქრა, რომ დაიმტრა ერთი სიტყვით გაუჩინარდა. კარგი, ცხოველებიც კიდე დაგვჭირდება, რა თქმა უნდა. სანამ კლიენტები მოვლენ, მოვასწრო, ცხვრის ხორცი ავიღე. ღორის ხორცია კიდე აქეთ და მოდი გავანადგურებ, ასევე ცხრებიც არიან. მოდი აქ ესეც გავანადგურე. და ცხვარიც გავანადგუროთ, ესეც ასე მეგობრებო ძალიან კარგი. ცხრები კიდე გავანადგუროთ, მაგრამ ღორის ხორციც დაგვჭირდება, იმიტომ რომ შავი მონსტრისთვის, რა ვიცი, რომ მიირთმევს ღორის ხორცს, იმედია თავს დამანებებს და ყველაფერი კარგად იქნება. კარგი. მე მგონი საკმარისი ამ ეტაპზე ჯობია წავიდე. მაგრამ ეხა კლიენტი რომ მოვიდეს და ძროხის ხორცი მომთხოვოს, რა გავაკეთო მე არ ვიცი. იმიტომ რომ ძროხა ვერ ვიპოვე და რა ვიცი, აქეთ რო გადავიდე ნეტა აქეთ რო გავიდე კიდე ძროხა არ ჩანს? არა არ ჩანს, ხო არ მეღადავები ძროხა, კაი, მაშინ რაც არის. იმედია ძროხის ხორცს არ მოითხოვს კლიენტი რომ მოვა. თუ მოითხოვს მე რაღაცას ვიზავან, იქნებ რამენაირად ვიპოვო საერთოდ. კარგი. შევალ ახლა დავბრუნდები რესტორანში და მივხედავ საქმეებს და დაველოდები კლიენტს ერთი სიტყვით, საქმეებს მივხედავ, ანუ გამოვწვავ რაღაცებს და ასე შემდეგ. კარგი, გავაღოთ კარები და შევიდეთ და დავიწყოთ პირდაპირ გამოწვა, ეს ცხვრის ხორცი გამოვწვათ ერთი სიტყვით. ესენი დამჭირდება რესტორნისთვის და ხეები საერთოდ აღარ მქონია. კაი, წავალ ხეებს მოვიტან მაშინ. ხეებს მოვიტან. ერთი სტაკი ღილაკი რო ვიყიდე კიდე იმ კაცისგან, ერთი სტაკი ღილაკი ვიყიდე 3 ემერალდად და მაგას მიუტან ცოტა ხანში, უთხარ რომ მალე მოგიტან მეთქი. კაი, ესენი ასე გავაკეთოთ და ერთი ფიცარი ზედმეტად მაქვს. ერთი ცალი ფიცარი დამჩა, 2 ცალი გამოვიყენე და ფანჯარა უნდა ჩავსვა კიდე, მოვიტანო ფანჯარა ვიყიდო ერთი სიტყვით. გავიყენებ და გამოვწვავ ხორცს. მე ღორის ხორცის გამოსაწვავი მაქვს, კაი, დროულად ეხა წავალ, მოდი და მოვიტან ეხლა ხეებს. ხეები მოვიტანოთ. ხო არ მეღადავები, ხეები უნდა მოვიტანო. კარგი. აი ხეც ძალიან კარგი. მოვჭრათ ეხლა ხე. და ესეც ასე. მოვჭრი ეხლა მეგობრებო ხეს, რომ გამოვწვა ცხოველის ხორცი. 4 ცალი, ნუ კაი, საკმარისი ამ ეტაპზე მეყოფა, არა უშავს. არ არის პრობლემა. ესეც ასე. და ფანჯარა ვიყიდოთ და იქნებ ვალიც მიუტანო. ველოდები კლიენტებს მეგობრებო, მაგრამ ჯეჯერობით არ ჩანან. ეს 2 ცალი, ესეც 3 ცალი უკვე საბოლოო ჯამში 4 ცალი შემწვარი ცხვრის ხორცი გვაქვს და ესეც ბოლო იქნება მეხუთე ძალიან კარგი და ეგ არის. ესეც ასე ახლა უკვე გამოვწვათ ღორის ხორცი ერთი სიტყვით და დაველოდოთ ასევე კლიენტებს. გამოვწვი მეგობრებო ღორის ხორციც და კლიენტებიც მოვიდნენ, ხო არ მეღადავები და გამარჯობათ. გამარჯობა. რა გნებავთ? მე მინდა ცხვრის ხორცი. მე ცხვრის ხორცი მინდა. ღორის ხორცი მინდა. ძროხის ხორცს მოვიტან და თქვენ შეგიძლიათ უკვე მობრძანდეთ მაგიდასთან და დავალაგებ ერთი სიტყვით. ესეც 100-ზე დავალაგებ.
ესე ცხვრის ხორცი ერთი, ცხვრის ხორცი მეორე და ერთი ცალი ღორის ხორცი და ეხლავე თეფშსაც დავდებ ბარეგამ და მალევე მოვალ. იმედია ეხლა უკვე ვიშოვი ღორის ხორცს და მოვიტან. უნდა ვიჩქარო. აი ღორის ხორცი კი არა და ძროხის ხორცი ხო, აი ძალიან კაი. აგერ არის ძროხა და ეხლავე გავანადგურებ. მოდი აქ ესეც ასე ორი ცალი ხორციც ვიშოვე და მეოთხე კლიენტსაც გავახარებ ერთი სიტყვით მივიტან ძროხის ხორცს, რაც ძალიან კარგია, გავაღოთ კარები. ეხლავე გამოვალ მე უკვე, და მოვიტან ძროხის ხორცს შემწვარს. ესეც ასე. ძროხის ხორცი შემწვარი მაქვს, ხო არ მეღადავები. ვეღარ შევამჩნიე უცბად. მაქვს ძროხის ხორცი, ნუ არა უშავს ეს გამოიწვება და მივართ მე უკვე ძროხის ხორცს სამასობაში მე. აქ რო აღარ მქონდა, ვეღარ დავინახე იქ რო იყო. ხო არ მეღადავები და იმიტომ ვეღარ მივხვდი, კაი არა უშავს დავდოთ ესეც და შეგიძლიათ უკვე მიირთვათ გემრიელად. მე კი ჩემ ადგილს დაუბრუნდები ერთი სიტყვით. და ხო, თქვენზე იქნება 8 ემერალდი ჯამში. კარგი არაა პრობლემა. კარგით არაა პრობლემა. კარგით. მე უკვე ჩემ ადგილს დაუბრუნდები ერთი სიტყვით და ამასობაში ღამდება, ხო არ მეღადავები, ღამდება. მივირთვით და ემერალდები სად უნდა ჩავდოთ? აი იქ ბაროლია აქ ბოლოში. მაგიდასთან იქ არის ბაროლი და შეგიძლიათ იქ ჩადოთ 8 ემერალდი კიდევ შეგახსენებთ. კარგით არაა პრობლემა. კარგით. იმ კაცთანაც ვიყავი მეგობრებო მაღაზიაში, ვიყიდე ერთი სტაკი ფანჯარა და 3 ემერალდის გადაუხადე ერთი სიტყვით და ზუსტად დამეხარჯა 8 ემერალდი, 5 ემერალდი ღირდა ერთი სტაკი ფანჯარა და ვიყიდე ერთი სიტყვით და ერთი სტაკი ღილაკის გადასახდელის გადავიხადე ერთი სიტყვით 3 ემერალდი. უფასოდ რო გამოვართვი, ცოტა ხნით ადრე ერთი სიტყვით და კარგი ახ ფანჯარასაც ჩავსვალ და მე უკვე სკამებსაც და ყველაფერს მივხედავ ერთი სიტყვით. ჩავსვი ყველაფერი შევალამაზე ერთი სიტყვით. წვიმაც დაიწყო მეგობრებო ერთი სიტყვით და რავი, შევალამაზე მე მგონი დავაბრუნე ყველაფერი როგორც იყო რა, ერთი სიტყვით. შავი მოსტრი არ ჩანს, იგვიანებს. რატო არ მოდის ვერ გამიგია. ისევ სოფელში წავიდა და სოფლელებს ანადგურებს? ნეტა? ეგ ყველაფერი იქიდან ვიცი, რომ მეორე ღამეს დააგვიანდა მოსვლა და რო უკითხე სად იყო, მითხრა რომ ერთი სიტყვით იქ იყო, სოფელში იყო და ასე ვთქვათ, იმიტომ ვერ მოახერხა მალე მოსვლა. კარგი, გავაღებ ხა კარებს და გავალ და გავიგებ სად არის. ხო არ მეღადავები, თორჩიც მაქვს ხო აქ? კი. თორჩიც გადმოვიტანოთ. აქ განათება არ მაწყობს და კაი და გავიგოთ ახლა საერთოდ სად არის. სოფელში ხო არ არის, მაგრამ სოფელი არ ვიცი აქ საერთოდ სად არის, რა ადგილზეა და რავი. ამ კაცს ხო არ გითხო, შავი მოსტრი ხო არ შეუმჩნევია. რა ვიცი, მოდი ამ კაცს გითხავ, შავი მოსტრი ხო არ შეუმჩნევია. კიდე გამარჯობა. რა ხდება? არაფერი, შავი მონსტრი ხო არ შეგიმჩნევია. არა? კარგი, მაშინ რა ვიცი. რავი, აქეთ გადავხედავ, კიდევ გამოვიხედები, მაგრამ რავი, აქ არ ჩანს და არ ვიცი. აქ სინათლეა თუ მე მეჩვენება? აქ სინათლეა, ხო არ მეღადავები აშკარად. კარგი, მოიცა ცოტა ფრთხილად. გადავალ. აქ ხო არ არის შავი მონსტრი, ხო არ მეღადავები. მოიცა ჩავალ ნენელა. მალე უნდა წავიდე რესტორანში. ჯერ არა უბრალოდ იმიტომ რომ სოფლელები გავანადგურე, ახლა ხანს მოვედი. ხორიც გავანადგურე და მივირთვი. ოღონდ შემწვარი არა, ომი ხორცი. შემწვარ ხორცს რესტორანში შევჭამ, ომი ხორცი ვჭამე ხორის. აუ არ ჩავიდე, ხო არ მეღადავები. შავი მონსტრის ხმა კი. მოусმინე და შავი მონსტრის ხმა ერთი სიტყვით ეს. კაი ნელა ვიქნები, ვაიმე, გადავრჩი ყველაფერი კარგად არის. და ნელა შევიდეთ და გავიგოთ რა ხდება, ხო არ მეღადავები და აი შავი მონსტრიც აქ. აგრა გინდა, აგრა გესაქმება. მოვალ რესტორანში გესტუმრები. ეხლა შენ მესტუმრე. ხო, ეგრე გამოდის. ანუ ესე იგი, აქ შენი სახლია? აქამდეც აქ იყავი და არ ვიცოდი?
ეგრეა. ანახლა როგორ გაიგე? მაგრამ მივხვდი, აქამდე სინათლე არ ამინდია. ეხლა ავანთე თორჩი. და მაგიჭო მივხვდი. კარგი, აქედან წადი. და ხორის ხორცი შემწვარი დამახვედრე. რესტორანში შენთან. კარგი, დაგახვედრებ. მიწები უნდა დავამტრიო. სხვა გზა არ მაქვს დროულად. ესეც ასე დავამტრიოთ ბოლომდე. ბოლომდე რა და ბლომად. 5 ცალი მეყოფა ამ ეტაპზე მე მგონი ახლა ასვლაზე. ესეც ასე. ცოტაც. აქეთ გადავხდები, მოახერხე გადახდომა, ესეც ასე და ახლა უკვე მალე ავალ ერთი სიტყვით. კარგი, მე მგონი ამოვედი. კაი, წავალ ახლა და დავახვედრებ უცბად ღორის ხორცს შემწვარი მაგ პრინციპში მზად და ეხლავე დავახვედრებ ერთი სიტყვით, მალე მოვა ალბათ ჩავიმოსტრი, მალე მესტუმრება. ადგილს სამყოფელი უკვე ვიცი მეგობრებო და ძალიან კარგია. რო ადგილს სამყოფელი ვიცი. მოვედი. არა პრობლემა, ძალიან კარგი. დაგიდებ ეხლავე. შემწვარ ღორის ხორცს და მიირთვი. მიდი. ესეც შემწვარი ღორის ხორცი შეგიძლია მიირთვა, მე კი ჩემ ადგილს დაუბრუნდები. კარგი, არა პრობლემა, მივირთმევ. და ემერალდები არ გადამიხადო, არ მინდა, უფასოდ მიირთვი. არც ისე ვაპირებდი გადახდას. კარგი, არა პრობლემა, არც მე არ გამოგართმევდი ემერალდებს. დამასობაში გათენდა, რაც ძალიან კარგია. და ეს ღამეც მე მგონი მშვიდობიანად გადავატარე, მიირთვევს, იმედია ღორის ხორცს და წავა. დანაყრდი? არა, კიდევ მინდა. კარგი, დავდებ ახლავე, დავდებ. აი, აგერ არის. შეგიძლია მიირთვა. მივირთვი. კიდევ მინდა შემდეგი. კარგი, არა პრობლემა. ესეც კიდევ ერთი. და ერთი ცალი დამრჩება კიდევ ხوار მეღადავები. კარგი, შეგიძლია მიირთვა. მე კი ისევ ჩემ ადგილს დაუბრუნდები ხوار მეღადავები. თან დღეა და აღარ აპირებს ასვლას. არც დანაყრდა ხوار მეღადავები უკვე მესამე შემწვარი ღორის ხორცი დაუდე. თეფშზე. დადეკ ბოლოც და წავალ. კარგი, არა პრობლემა, აი, აგერ არის. შეგიძლია მიირთვა ესეც და ეგ არის, მეტი აღარც ამაქვს. აღარ გაქვს, არა უშავს. შემდეგ მოსვლაზე დამახვედრე ისევ. კარგი, არა პრობლემა, დაგახვედრებ. მივირთვი და შემდეგ მოსვლაზე დამახვედრე მეთქე გაგეხუმრე. დამახვედრე კი არა. დამხვდი. შენ დამხვდი. ნუ ისედაც დამხვდი, მაგრამ ხო დამხვდი უეჭველი. როგორ განადგურო? რა არის? ხوار მეღადავები. რას გულისხმობ? შენ განადგურებას გულისხმობ, მეორედ გაგიმეორებ. და ამასობაში უკვე ხამდება. აქედან წასვლა უკვე აღარც მომიწევს, იმიტომ რომ უკვე ისევ ხამდება. და აქედან წასვლა აღარ მომიწევს, იმიტომ რომ ისევ ხამდება. ეს იყო მეგობრებო ღამე რესტორანში გადარჩენა მეოთხე ეპიზოდი. და ლაიქეთ გამოიწერეთ, არხი გააქტიურეთ, ზარისღილაკი რომ არ გამოტოვოთ ასეთი საინტერესო ვიდეოები რაც დაიდება. ავიყვანოთ მეგობრებო ეს ვიდეო 400 ლაიქზე. ავიდეთ მეგობრებო 30,000 გამომწერზე, გამოვიწეროთ არხი დიდი თხოვნა. ეხა კი აბა კარგად იყავით.